მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. სტუდიაში თქვენთვის გიორგი დოლიძე იმუშავებს. დღეს სიუჟეტები თქვენთვის ჩემმა კოლეგებმა მოამზადეს. სამაუწყებლო კომპანია გურია ყოველკვირეულ თოქ-შოუს ვიწყებს. აირექსის ჯიმედია პროგრამის ფარგლებში მომზადებულ გადაცემებში აქტუალური პრობლემები იქნება გაშუქებული. ამიერიდან ყოველ პარასკევს 19 საათზე ჩვენს ეთერში ის ადამიანები ისაუბრებენ, რომელთაც საზოგადოების პრობლემების გადაწყვეტა ძალუძთ და როგორც მედლის ორი მხარე, პრობლემის გადაჭრის ორი ვარიანტი, მმართველი და ოპოზიციური პარტიებისგან იქნება შემოთავაზებული. პროექტის ფარგლებში სულ 40 თოქ-შოუ მომზადდება და თითოეული გურიის რეგიონში არსებული სოფლების ცხოვრების სირთულეების გაშუქებაზე იქნება ორიენტირებული. წინასაარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით პირველ გადაცემაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი. ლანჩხუთის პრობლემატიკა სოფელ ჩიბათის მაგალითზე იქნება განხილული და სტუმრები სირთულეების დაძლევის მათეულ ხერხებს შემოგთავაზებენ. რაც შეეხება სირთულეებს, ისინი ჩიბათში საკმაოდ ბევრია. არა არსად არა კაციშვილმა არაფერი არ დაუაწყებია სამუშაო. აბა რა საკეთებენ ახალგაზრდებისაც? აქია პირჟაობენ და არიან. მეტი არანაირი შემოსავალი არა აქვენ. ოჯახიდან წვალობენ და არიან. ბევრი რამე გაკეთდა, კი ბატონო და ეგია რომ ეძა სამსახური უნდა ახლა ეძა 150 მეტიან 200 მეტიან სამსახური რო კონდეს, ხო? სოფელში, ქალაქში კაცი არ დავა. დაელოდეთ ხვალ 19 საათზე სოფელი ჩიბათი ჩვენს ეთერში ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის მთავარი საწუხარი უმუშევრობა და უწყლობაა. ჯურუყვეთის თემში შემავალი სამი სოფელი ჯურუყვეთი, ეწერი და ბაღლეფი რაიონული ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს. აქ მოსახლეობის პრობლემაცა და საწუხარიც გურიის სოფლების მსგავსი და იდენტურია. ჯურუყვეთელებს უმუშევრობა გლობალურ პრობლემად მიაჩნიათ და მას არა ადგილობრივ, არამედ ცენტრალურ ხელისუფლების მოსაგვარებელ საკითხად მიიჩნევენ. თავარი პრობლემა არის უმუშევრობა. და სინამდვილეში ახლა კი ახლა არ არის ისე აწყობილი ყველაფერი სოფელში არ ვართ ისე მთიანი სოფელი არ არის ეს რომ ის პრობლემა მქონდეს და თეიშუქი არ მქონდეს და რაღაცა თავარი არის უმუშევრობა თუ არ ის პრობლემა თუ არ გადაწყდა ხო არაფერი არ გამოვა მე მინდა მუშაობა დასაქმება იყო ჩაი მიმღები პუნქტები იყო და აგენი არც ერთი არ არიან ვართ გადასული რომ იტყვენ ბახჩაზე და რა ვიცი მე რაზეც მე რაც არ ვიცი ვისაც ცოტა შეუძლია და ჯამთელი არის თურქეთში სოფლად წყლის სისტემის არარსებობა გამოუვალ სიტუაციაში აგდებს ახლობას წყალი არ აქვს უწყლოთ ვარ სკოლაში წყალი არა ვცხოვრობ ახლოს ხან მოდიან და წყალი მეც არ მაქვს რომ მივაწოდო ადამიანს აი რაც სიმართლეა და უწყლობა ყველაზე მეტად ჯაჭვა დაკინწული პრობლემების ერთ-ერთი სუსტი გოლი შიდა გზების მოუწესრიგებლობა და ბუნებრივი აირის არარსებობაა გაზი საერთოდ თვალად არ გვინახია გაზზე ზედმეტია ლაპარაკი ვინ ამბობს გაზს ოღონდ წყალი ეღირსოს ამ ხალხს და გზა ეღირსოს უკვე მოგვარებულ საკითხთა შორის კი მნიშვნელოვანი ადგილი ეწერში ბაგაბაღის რეაბილიტაციას უკავია. სკოლამდელი დაწესებულება ახალი ინვენტარითაც შეივსო. მოვდივა ელადღე სათანადოს უნდა დავშტო. გაგვილემონტეს ძალიან დიდი მადლობელი ვართ. და რავით ძალიან მოგწონს. ბავშვები გყავს ერთი ჯგუფის 35 ბავშვის ველოდებით და შეიძლება მეორე ჯგუფიც დარჩეს. ჯურუყვეთში კულტურის სახლში სკამები და ტექნიკა სოფლის მხარდამჭერი პროგრამიდან გამოყოფილი თანხით შეიძინეს. ბაღლებში კი მილხიდიცა და მოსაცდელით შეკეთდა. აქ გაკეთდა ახალგაზრდული გასართობი ცენტრი. აი აქ ნახეთ რა თქმა უნდა. გასაკეთებელი არის ხალხი ითხოვს ეკლესიის შემოღობას. ჯურუყვეთელები პრობლემებს არ ითვლიან. ისინი მის მოგვარებას ითხოვენ. მანამდე კი ცხოვრების დინებას მიყვებიან და იმეც არ კარგავენ. მედიისა და არასამთავრობო სექტორისთვის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არჩევნების თემაზე სემინარი გამართა. სემინარი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე მოსახლეობის საარჩევნო პროპაგანდაში ჩართულობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე საიას თბილისის ცენტრის იურისტმა ნათია კაპანაძემ და ქუთაისის პროგრამების დირექტორმა ნოდარ ჯიქიამ ისაუბრეს. სამართლიანი არჩევნების სწორი ფორმით წარმართვა კი ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს სლაიდების მეშვეობით გააცნეს. ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი 2009 წლის ნოემბერში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დააარსა.
პროექტი აირექსის ჯიმედია პროგრამის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება. ვფიქრობ, ძალზე დროული იყო მსგავსი სემინარის მოსმენა ჩვენთვის, წინ საკმაოდ დაძაბული არჩევნების დღე გველოდება, ჟურნალისტებზე კი დიდია პასუხისმგებლობა, ჩვენ ყველაზე ობიექტურად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას, ამიტომ საჭიროა ვერ ვკევოდეთ როგორც საკუთარ, ასევე სხვების უფლებებში, სამკითხეს მოგცა საშუალება უფრო მეტი ცოდნა მიგვეღო ამ კუთხით. სრულდება პროექტის მეორე ციკლი, ჩვენ უკვე შემდეგ წინა საარჩევნო ბატალიებთან დაკავშირებით გვექნება გარკვეული კომპონენტები იგივე ამ 5 რეგიონში განხორციელებული მოხდება შესაბამისი ინფორმაციების გამოთხოვა საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციებიდან და ასევე ყოველწლიურად რაიონული და სააპელაციო სასამართლოებიდან თუ რომელიმე სუბიექტებმა დაღებებთან დაკავშირებით არიგება გააკეთეს, კონკრეტული შედეგები მოყვა ამას და შემდეგ მომზადდება გარკვეული რეკომენდაციები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით, რომელიც წარადგინება საქართველოს პარლამენტს. ფესტივალი საქართველოს 2012 ქართულ ჭიდაობაში გამართული ჩემპიონატით დასრულდა. შეჯიბრში გამარჯვება ოზურგეთის გუნდმა მოიპოვა. შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში ჩოხატაურში სპეციალურად მოწყობილ საჭიდაო მოედანზე გაიმართა. მონაწილეობას ოზურგეთის ლანჩხუთისა და ჩოხატაურის გუნდები იღებდნენ. ერთმანეთს სხვადასხვა წონით კატეგორიის ფალავნები შეეჭიდნენ. გამარჯვებული ოზურგეთის გუნდი გახდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილი ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გუნდებმა გადაინაწილეს. ფულადი ჯილდო და თასი გამარჯვებულ გუნდებს რვაგზის ფალავანმა ალექსი დავითაშვილმა გადასცა, ხოლო თითეული მონაწილე მედლებითა და დიპლომებით ზვიად უნგიაძემ დააჯილდოვა. ძალიან სასიამოვნო ოზურგეთის გუნდმა მოახერხეთ გამარჯვება. კარგი შეხვედრები ჩატარდა და იმედია გაგრძელდება ეს ტურნირები და თავის შევეცდებით მომავალში ჩვენ დავიგავოთ პირველი ადგილი. ამ ბიჭებს ულოცავ გამარჯვებას და უსურვებთ კიდევ წარმატებებს. დღეს დაიხურა საქართველოს 2012 ქართულ ჭიდაობაში. რაც შეიძლება შეჯიბს გამოვიდა ძალიან ლამაზი. არ მოველოდეს სხვათა შორის არ დავმალავ ესეთ ლამაზ ჭიდაობას. ჩემი თხოვნა იქნება რომ ძალიან მეაქციონე ამ ჩვენ ეროვნულ სპორტს ყურადღება. დანარჩენი გაიზრდებიან ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები, იმიტომ რომ ქართული ჭიდაობა არის ყველა ჭიდაობის დედა. დღევანდელი დღით კმაყოფილი ვართ, კმაყოფილია ჩვენი ფალავნების და ვეცდებით რომ ამნერი ლამაზი ღონისძიებები ბევრჯერ ჩავატაროთ კიდე ჩვენს რაიონში. მადლობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, მადლობა ჩოხატაურის სპორტის ხელმძღვანელობას დღევანდელი მასპინძლობისთვის და რომ ასეთი კარგი ტურნირი და ასეთი კარგი საჭიდაო არენა დაგვახვედრეს. გამოშვების დასასრულს ამინდის პროგნოზ გურიის რეგიონში ხათუნა ჩანქსელიანი გაგვაცნობს. სინოპტიკოსები ხვალინდელი დღისათვის გურიის რეგიონს ისევ თბილ და მზიან ამინდს პირდებიან. ოზურგეთში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 29 გრადუსი, საღამოთი კი 18 გრადუსი დაფიქსირდება. შედარებით გათბება ამინდი ლანჩხუთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით 30 გრადუსს მიაღწევს, საღამოთი კი 20 გრადუსი დაფიქსირდება. თბილი ამინდი ელოდება თვალ ჩოხატაურის მცხოვრებლებს, სადაც ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 29 გრადუსი, საღამოთი კი 17 გრადუსი დაფიქსირდება. ასეთი ამინდი იქნება ხვალ გურიის რეგიონში, მე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. ამინდის პროგნოზი ხათუნა ჩანქსელიანმა გაგაცნოთ. საინფორმაციო პროგრამა ფაქტი დღეს ასრულებს მუშაობას. ჩვენ ხვალ შეხვდებით ერთმანეთს. კარგად ბრძანდებოდეთ.